მოდი, მად რატომ დგახარ? მოვალ გულენდამ, მაგრამ სად მოვიდე? მოდი, დაჯექი ძმაო. დაჯექი. შენი საქმისა შენიცი, მაგრამ იცოდე არასწორად იქცევი. ისინი ბავშვები არიან. შიათ. შიმშილი გამოგიცდია? შიერს დაგიძინია? იცი შიმშილის დროს ადამიანს როგორ სცივა? მე ვიცი. მე და ჩემს ძმას ქუჩაში ღამე არაერთხელ გაგვიცენებია. ჩემი ძმა მომენადრა. ხომ არ დავბრუნდეთ? ჩვენც ხომ არ მივირთვათ. შეხედე რა გემრიელად შეექცევიან. ოსტატო, ორი ულუფა ჩვენც მოგვიმზადე, კარგი? ახლავე ძმაო. მოდის მანიაკი. კარგად ვარ. გადარჩენილა. კარგად ხარ შვილო? 9 სიცოცხლე მქონდა და 5 დავკარგე. კიდევ 4 ჯერ უნდა დამჭრან. სახლში კვამლისუნი დგას. ამახამ კაფანიაოთ და ხოლ დავალაგებინებთ. საწოლია გაგიშალეთ. პასუხს ვაგებინებ მას, ვინც ასე მომექცა. მიდი, პასუხი მაგებინე. მაგებინე პასუხი, წადი პოლიციაში მიჩივლე, სასჯელს მოვიხდი. აქ დარჩენა სავალ და ციხეში ვიქნები. რომ იცოდე ციხე როგორი ადგილია, დამიჯერე ამ კარის ზღურბლს აკოცებდი. აქ დაიჭები. გაუშვი. შეგიძლია წახვიდე. შვილო, მე მაინც დავრჩები. არა. ის გოგო დაიჭება. სიკვდილის პირასაც რომ ვიყო, ამ კარს არ შემოაღებთ. ღმერთმა დაგიფაროს შვილო. რომც ვკვდებოდე მეთქი, გესმით ჩემი? გადით. ახლავე გადით აქედან. რა უნდა ქნა? მე არაფერი. თავად გააკეთებ. მოდი იქ. ესენი აიღე. შიგნით რეცეპტია და წერია რა დროს რომელი უნდა დავლიო. შენ უნდა მოგიარო? ეს ჭრილობა შენ გამიხსენი. ჭრილობა მან უნდა დახუროს, ვინც გახსნა. ეს პლედი დამაფარე. სინდისი საერთოდ არ გაქვს? უგულო ხარ? უგულო ვარ. დიდი ხანია რაც გული საგულიდან ამომგლიჯეს. ნედავ დამეტოვებინე და მომკვდარიყავი. მაგრამ არ მიმატოვე. არ მოგივლი. არ მომივლი და მოვკვდები. დევას ვჭირდები. ჭირდები.
არასოდეს მოხვალ? დედა არასოდეს მოხვალ დედა არასოდეს მოხვალ დაბრუნდი დედა ძალიან გცივა დაბრუნდი ძალიან გცივა ძალიან ცივა დედა ცივა დედა ძალიან ცივა არასოდეს დაბრუნდები დედა რა ხდება რა სახე გაქვს არაფერი უფროსო ყველაფერი რეგზია დღეს მოწყენის დრო არ არის კარგ ბუნებაზე უნდა იყო იპოვე ის იარაღი რომლის მოძებნაც დაგავალე ვიპოვე ძმო ეს იარაღი მგოგომ სად იპოვა არც დღეს მოკვდი ვეფა დამჭრეს, მაგრამ არ მოკვდი. მაგრამ ახლა პრობლემებს შევუქმნი. ზაფერჰანიმი გაგიჟდება, როდესაც გაიგებს, რომ დევას ესკიზების წყალობით კლიენტი დაგარგა. მართლა გაგიჟდება. უნდა გავაგიჟოთ. რაღაც უნდა მოვიმოქმედო. ზაფერ ტექსტილჯილი გისმენთ. გამარჯობა, თუ შეიძლება ზაფერჰანიმთან დამაკავშირეთ, სასწრაფო საქმე მაქვს. ზაფერჰანიმი არ მოსულა. და როდის მოვა? სამწუხაროდ ინფორმაცია არ მაქვს. კარგი, თუ ასია მისი პირადი ნომერი მომეცით და პირადად დავუკავშირდებით, თვითონ კარგად მიცნობს. გადაეცით, რომ მერტ ჩაქირი კითხულობს. მომეცით მისი ნომერი. სამწუხაროდ მის ნომერს ვერ მოგცემთ. ვეთყვი რომ დარეგეთ. ჩემი ძმაც ხედავს იმ ზარებს, რომელსაც მაგ ტელეფონით ახორციელებ. ტყუილად არ მოგცეს. ნახოს მე რა. დასამალი არავისთან არაფერი მაქვს. დღესდღეობით რამე მოხდა? რას გულისხმობ? რა ვიცი, წუხელ სხვა თუ არაფერი თვალს მისწორებდი.
ახლაც გისწორებ. თავს დამნაშავედ ნუგრძნობ იმის გამო, რომ წუხელ ცოტა გავერთეთ. თავს დამნაშავედ არ გრძნობ, შენ არაფერ შუაში ხარ გულენდამ. უკვე მომბეზრდა ასე ცხოვრება, ტანსაცმელიც კი ვერ გამომიცვლია. გავლა მინდა საყიდლებზე წასვლა მინდა, ჰაერზე გავლა მინდა, სახლში ჯდომა მომბეზრდა. ასე ცხოვრება არ შემიძლია. გასაგებია მართალი ხარ. წამოდი, მეც ვიხედი ჩემთვის რამეს. ერთად წავიდეთ. შეიძლება მარტო წავიდე გულენდამ. გეშინია რომ გავიქცევი? არა. იცი მანქანის გასაღები სადაც დევს. კარგი. ახლოს დიდი სავაჭრო ცენტრია. ვიცი. ნახვამდის. ნახვამდის. È magnifico, mi piace tanto. Basta qualche cosa, che pensi? Super, non glielo dico. La qualità è grandiosa. Ok. Questi non sono tessuti. ეს მატერია კი არა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. დევაჰანი სწორედ რომ ხელოვანია. Artista. ამიერიდან სწორედ ეგ ხელოვანი მუშავებს თქვენთვის. და მისი ნამუშევრები მსოფლიოში ერთადერთი იქნება. მართალს ბრძანებთ. გემრიელად მიირთვით. მადლობთ. ჯერ სტუმრებს? ეს რა არის? მადლობთ. მადლობთ. რა საინტერესოა? მომიტანე. მოურიეთ. ახლავე? ამას სხვაგან ვერ სადდალებთ. კივისგანაც ამზადებენ, მაგრამ პორტი ყველაზე საუკეთესოა. პორტი. ფიქრობ, რომ ამ სასმელს ისე არაფასებენ, როგორც იმსახურებს. შეგირგოთ. მიირთვით. მადლობთ. მიირთვით. განსხვავებული გემო აქვს. Sapore particolare. მართალია. მეც მომეწონა. Piace molto. Buon appetito. შეგირგოთ. მადლობთ. თქვენც ასევე. ძმაო, 2 წუთით ვისაუბროთ? თქვენი ნებართვით? რა თქმა უნდა, ნება თქვენია. Grazie. Senti, a me questi ძმაო, თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე, საკმაოდ დაბალ ფასში ვაძლევთ. თითქმის თავის ფასში. Son ben bir daha baktım da მართალია. teklifler çok düşük. წინადადება ხომ ჩვენ წარუდგინეთ? მართალია, ჩვენ წარუდგინეთ, მაგრამ ძალიან კმაყოფილები არიან, გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ. შეგვიძლია ფასი გავზარდოთ. ვეფა, ჩვენ ფული გჭირდება? არა უпросто, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს ხომ ვაჭრობაა. ეს ჩემი პირადი საკითხია, ჩემი მიზანი მოგება არ არის. შესაძლოა საქონელი ცოტა იაფად გავყიდოთ, მაგრამ დედა ჩემის გამომეტყველების დანახვა შეუფასებელია. ასე რომ ნუღელავ. ეს უკვე მეტისმეტია. თანაც ასე მალე? ახალი ამბები რა სწრაფად ვრცელდება. გეტყოდი სხვებისთვის კლიენტის წართმევა ბიზნესის ეთიკას არ შეეფერება მეთქი, მაგრამ მე ეთიკის არაფერი გამეგება. მაგას მეც ვხედავ. ეთიკა, მორალი, პატიოსანი ვაჭრობა. ამ თემებზე დიდი სიამოვნებით გესაუბრებოდი, მაგრამ განათლების მიღება შენთვის უკვე საკმაოდ გვიანია. მოგიხსენება განათლებას ადამიანი ოჯახიდან იღებს, მაგრამ ჩვენ დედამ არ გაგზავნა. მომისმინე, ყველაფერს სითვისებ, რაც მე მეკუთვნის. იცოდე მაგ ხელებს მოგამდრევ. ხომ იცი, მე მკვდარი ვარ, მკვდარს ზიანს ვეღარ მიეყენებ. მე წინა აქ რომ გხედავთ. მოგესალმებით. აქ ჩვენ დაგპატიჟეთ. Ci dispiace molto vederla qui, signor Valdi. საკმაოდ სარფიანი შეთანხმება გქონდა. İyi bir anlaşma yaptık. Noi vi abbiamo invitato qui. Avevamo preparato ottima affare. Signora Zafer, lei ha ragione, ma il signor Gungemal ci ha promesso che avrebbe prodotto tutti questi tessuti alla metà del suo prezzo. მართალი ხართ ზაფერჰანი, მაგრამ გულჯემალ ბეიმ რაც თქვენ გითხარით, იმ ფასის ნახევარ-ფასად მოგცა. გაგიჟდი? ფასს ასე ვერ დააგდებ. ჩემი ფასი წარმოვდგინე. O zaman siz იძულებული ვარ ცუდი ამბავი გითხრათ. Allora abbiamo una brutta notizia per voi. გულჯემალ ბეის günlerdir zor დევაჰანიმის სახლში ყავს გამოკეტილი და ემუქრება. hanımı evinde alıkoyuyor.
Signor Gülcemal tenga signora Deva in questo punto e senza sua volere. Kendisi benim ის ჩემთვის მხოლოდ დიზაინერი არ არის. aynı zamanda ის ასევე ჩემი შვილობილია. Non è solo la mia progettista, ma anche la mia figlia spirituale. kendisi bana დედას მე მეძახის. diye hitap eder. Lei mi chiama mamma. Yani ანუ დევა გულჯემალისთვის არაფერს გააკეთებს. şey yapmaz. Signora Deva non può fare niente per Gülcemal. მისთვის არაფერს დახატავს. İçin hiçbir şey çizmez. Lei non può disegnare niente per lui. Gülcemal გულჯემალ ბეიმ რა ფასიც არ უნდა გითხრათ. პროდუქციის წარმოება ვერ მოხდება. Lui non può produrre questi prodotti qualsiasi prezzi si dà. ჩემი ნათქვამი გადაუთარგმნე. ხვალ საღამოს ყველას ვახშამზე გელოდებით. ჩემ სახლში. Domani sera vi aspetto a casa mia per la cena. დევა ჰანიმს იქ გაიცნობთ. გაიგებთ ჩემ სახლში თავისინებით რჩება თუ ძალით მხავს ჩაკეტილი. Incontrerate signora Deva e vedete che è senza forza o no. შემდეგ კი კონტრაქტს ხელს მოაწერთ. Dopo mettiamo le firme. მოუთმენლად ველოდები. აუცილებლად დავესწრები. დღევანდელი თათბირი ამით დასრულდა. ერთმანეთს ხვალ საღამოს შევხვდებით. გმადლობთ. გმადლობთ, ხვალ საღამოს შევხვდებით. ნახვამდის. 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 ხომ არ ჩქარობთ უფროსო გოგოს ვახშამზე როგორ დაასწრებთ? მათ არ ეტყვის? შენთან არის თანამშრომლებს გუშინ დაგჭრა დღეს კი რას ამბობ? დამთანხმდება. ხვალამდე დროს ვაძლევ. ვის? საკუთარ თავს. დღემდე დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ მიგიცია და ახლა ეგეც მოხდა. ხვალ დევა ყველასთან დასწრებით იტყვის, რომ გულჯემალთან ვითანამშრომლებო, აინახავ. რომ არ დაგთანხმდეს? Ya demezse? თუ ასეა გავათავისუფლებ. დედა ჩემი წაიყვანს და წავა. მურაბები უნდა გამოვიღო. გამოიღე ძვირფასა. რამდენი საქმე გვაქვს და ასე დროს ხვეზელი შეგვიკვეთა. დიდებულის უფრა გაშალეთო რა ვქნა. შვილო, კარადას ერთი ფენე გადააძრე. საკმარისია. ზემოთ უფრო დიდი საქმე გელის. გულჯემალ ბეის ოთახის კედლები გაწმინდე? არა. უნდა გაწმინდოთ. კარადა მტრიანი და ჯვარლიანია, ქალბატონო, კარგად უნდა გავწმინდო. კარგი საყვარელო, წადი მე გავწმენთ. გოგოს თავი როგორ მოავლევინა? ნუ ჯორაობ. რცხვენოდეს. არ ვჯორაობ. მოხარული ვარ. მინდა რომ გულჯემალს შეუყვარდეს. მინდა სულ გახარებული და ბედნიერი იყოს. მინდა იმ გოგომ დაინახოს რა კეთილია. იმედია ასეც იქნება. მეც მჯერა. მეც. დილამშვიდობისა. 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 გულჯემალი მოვიდა. რადგან მე მოვედი, ესე იგი ისიც მოვა. თუ ასეა საუზმე მოვამზადოთ. ხელში რა გიჭირავს? გულენდამის ქორწილის სურათებია. ატელიედან გამოგზავნიათ. მართლა? მოდი ვნახოთ. თქვენ ნახეთ, მე საქმეები მაქვს. ჭრილობას მარილი მოვაყარე არა? დილამშვიდობისა. თოლი გავახილე თუ არა პირველი შენ დაგინახე მშვიდობიანი დილა როგორ მექნება. რასაც შენ ბოროტად თვლის სინამდვილეში სიკეთეა, რასაც სიკეთე თვლის სინამდვილეში ბოროტება. ეს უფალმა იცის, შენ არ იცი. ეს ჩემი სიტყვები არ არის, უფლის სიტყვებია. ჭრილობიდან სისხლი გდის. ჭრილობის დამუშავების დროა. ხომ გითხარი არ მოგხედავ მეთქი. გუშინ ხომ მიპატრონე? ეს გუშინ იყო. დღესაც იქნება. შენ მომივლი სანამ ჭრილობა არ შემიხორცდება. მოიტანე ეგენი. ღმერთო გამძლეობა მომეცი. რა იყო? კარგი იყო, როდესაც მესროლე.
რასაკეთებ, ხელი გამიშვი. ჭრილობა დაამუშავე. Hastasın. ავად ხარ. დიახ, ავად ვარ. დამჭერი. ჩემ საქმროსაც აქ ესროლე? არ მისვრია. Ne yaptın? აბა როგორ მოკალი? მე არ მომიკლავს. თავი თვითონ მოიკლა. Bana ben öldüm. მე მითხარი მოვკალიო. გითხარი შენი საქმრო მოკვდა მეთქი, არ მithქვამს მე მოვკალი მეთქი. თანაც მე შენ საქმროს არც ვიცნობ. Yalan söyledim. მომატყუე. Benim için ჩემი საქმრო ცოცხალია არა? მაშინ სად არის, მე რატომ არ მეძებს? ესე იგი მკვდარია. რის მიღწევას ცდილობ? öldü mü? მოკვდა თუ არ მოკვდა? კაცი არ ქვია იმ ადამიანს, რომელსაც საყვარელ ქალს სხვა კაცი წაართმევს და თვითონ არ ჩანს. შენს ადგილას რომ იყო, შევეგუებოდი იმ აზრს, რომ ის შენთვის ცოცხალი აღარ არის. ეს ჭრილობა ასე ღიად უნდა იყოს? მიდი. აქ დადე, დედა. შენც დაჯექი. მიირთვი. რა? მიირთვი მეთქი. არ მინდა თავს კარგად გრძნობ. ნება მომეცი, მამა ჩემი სანახავად წავიდა. ვერ გაგიშვებ. რატომ? იმიტომ რომ შენი გაშვება არ მინდა. შეჭამე. შიმშილით კვდები. ამ სიჯიუტით ვერაფერს გახდები. İstemiyorum. არ მშია, არ შევჭამ. შიმშილში კიდევ ერთ დღეს გაატარებ. ამით ვერაფერს მიაღწევ. ეგ ჩემია. შენ ეს უნდა ჭამო. Yumurta. ვერცხს ვერ ვჭამ. უპატივცემულობა ისჯება. სარჩოს უპატივცემულოდ მოიქეცი და დღეები მშიერი ხარ. სულ ტყუილად ჯიუტობ. სულ ტყუილად. ვერცხს ვერ ვჭამ. თუ ასია მშიერი იქნები. შეეშვი რაც უნდა ისჭამო შვილო. Dört yaşında. 4 წლის ვიყავი. Annem kahvaltı. დედა ჩემი საუზმეს გვემზადებდა. მე ნემენს აკეთებდა. Sonra შემდეგ კარზე დააკაკუნეს. geldi. ვიღაც მოვიდა. Bir şeyler ალბათ söyledi. დედა ჩემს რაღაც უთხრა. İşte koştura სირბილი koştura დაბრუნდა. geldi, aldı menemeni. მე ნემენს ხელი დაავლო და წინ დაგვიდო. Bir işim გითხრა var, რაღაც საქმე მაქვს. geleceğim. მოვაგვარებ და მალე დავბრუნდებიო. Gitti. წავიდა. Ben yemedim. გავჯეუტდი, არ შევჭამე. Annem geldi. თქვი დედა ჩემის დაბრუნებამდე არ შევჭამ მეთქი. Annem bir daha. დედა აღარ დაბრუნებულა. Ölmüş. დედა ჩემი იმ დილით მომკვდარა. მე ნემენს ვეღარ ვჭამ.
ამ სახლში პომიდორის შეჭამანდი აღარასოდეს მომზადდება. კიდევ გნებავთ რამე? არა. გისმენთ? ძმაო ხალით, გამარჯობა, მერთი ვარ. დევას საქმრო. მამა იბრაჰიმის სიძე. ო, გიცანი, გისმენ. ძმაო, ატელიერში დავრეკე, მაგრამ არავინ პასუხობს, იქნებ დაუძახო. შენ არაფერი გაგიგია? რა მოხდა? იბრაჰიმი საავადმყოფოშია, საკმაოდ მძიმედ ყოფილა. რა? სახლში ხანძარი გაჩნდა, სახლის გადაეწვათ და ატელიეც. მეორე დღეს გავიგეთ, იბრაჰიმს ინფარქტი მოსულია. რას ამბობ, ძმაო? დევა სად არის? დაუხალით, დევა სად არის? დევა მამამისის გვერდით არის? მიპასუხე, ძმაო. ძმაო ხალით, დევას რამე დაემართა? მითხარი. მეც ის ვიცი, რასაც ამბობენ. დევასგან არც რამეს არ მოველოდი, მაგრამ როგორც ამბობენ, ვიღაც მდიდარ კაცთან ცხოვრობსო. იმ კაცს გოგოს სახლში ჩაუკეტავს, მამამისის სანახავად არც წასულა. რას ამბობ, ხვდები მაინც რას ამბობ, ძმაო? მე რას მიყვირი, შვილო? გოგოს რატომ არ უპატრონე? არ გეწყინოს, ძმაო, მართალი ხარ. ძმაო, ტელეფონი დავკარგე, ტელეფონის ნომრები ზეპირად არ ვიცი. დევასან იფექის ნომერი ხომ არ გაქვს? იფექის ნომერი უნდა მქონდეს. გთხოვ, გამომიგზავნე, ძმაო. მე ვერ გამოგიგზავნი, მაგრამ ჩემი ქალიშვილი რომ მოვა, ის გამოგიგზავნის. კარგი, ძმაო, გმადლობ. არ გეწყინოს. იფეკ, რაღაც ველოდებით, წავიდეთ. არ მაღან ჩვენ დავგეგმეთ, მაგრამ დედაზაფერმა გუშინ გამაფრთხილა. მიზურგს უკან ვერ ვიმოქმედებთ. გაიგებს და გაფრესდება. მაგას მეც ხვდები, მაგრამ ჩვენ თუ არა სხვა არავინ აღარაფერს მოიმოქმედებს, ტყუილს ვამბობ? მართალი ხარ. სახლი 5.5 ჰექტარ მიწის ნაგვაცზე დგას. ფეხით გავლა რომ მოინდომო, კილომეტრების გავლა მოგიწევს, დაიკარგები. ამას რატომ ამბობთ? ხოლო წინა კარიდან თუ გაიგზევი. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან 24 საათის განმავლობაში იცავენ. პირველ პერიმეტრზე კამერებია დამონტაჟებული, ანუ აქედან გაქცევა შეუძლებელია. გავიგე. მამა შენის ნახვა თუ გინდა, გაქცევას ნუ ვცდილობ. ეცადე რომ დავუახლოვდე. ვის? გულჯემალს. ის ისეთი დაუნდობელი არ არის, როგორც შენ გონია. ის უნდა გენდობოდეს. წამოდი. ეს ვისი გამოქვაბულია? გულჯემალის. აქ რამე საქმება? მასე შენ უნდა იზრუნო. აქ უნდა დარჩე. ეს უკვე მეტის მეტია. სულ გაგირდა. შენ იცი რომ ვერაფერს გახდები. ცოტა ხნის წინ რა გითხარი? ისე იქნება როგორც ის იტყვის. აბა შენ იცი, შვილო. კარგი. კარგი. ვეცდები ისე მოვიქცე, როგორც თქვენ მითხარით. მაგრამ რაღაც უნდა გთხოვოთ. ჩემი აზრით, თქვენ ცუდი ადამიანი არ ხართ. იმედია არ ვცდები. იმედია. ჩემი და ჩემ გამო ალბათ ძალიან ნერვიულობს. ვიცი რომ გიშგავს. ტელეფონი რომ ათხოვოთ. ვეტყვი რომ კარგად ვარ. მამა ჩემის ამბავი მაინტერესებს. არ შემიძლია. თხოვთ გემუდარებით. მამას მდგომარეობა მაინტერესებს. ჩემს დას უნდა ველაპარაკო.
არ შემიძლია. საავადმყოფოში დავრეკავ და მამა შენის ამბავს გავიგებ. მაგრამ ეს რომ გულჯემალმა გაიგო, აქ აღარ გამაჩერებს. გესმის? გმადლობთ.